დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლულთა გუნდის კონცერტი გაიმართა. ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და სხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრებიდან 42 წლის თავს მიეძღვნა. კონცერტზე საგალობლები, სხვადასხვა კუთხის სიმღერები და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ შექმნილი საგალობლები შესრულდა. ასევე წარმოდგენილი იყო კომპოზიციები ქართული კინომუსიკიდან. აქ შეკრებილები საქართველოს ეკლესიის მეთაურის უდიდეს ღვაწლზე საუბრობდნენ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აღსაყდრებიდან 42 და დაბადებიდან 93 წლის თავს ულოცავდნენ. პირველ რიგში მინდა მის უწმინდესობას მადლობა გადაუხადო მის რომ საოცარი საჩუქარი გაკვეთა თელ ქვეყანას რომ გადაწყვიტა რომ ყველა მესამე და შვილის ნათლია უნდა ყოფილიყო და დღეს ხედავთ ამ შედეგს, ვუყურებთ ამ შედეგს და ჩემი გული ძალიან ხარობდა რომ ვუყურებდი ჩვენი ქვეყნის მომავალს. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე. და მინდა ქალბატონ მაია მიქაბერიძეს მადლობა გადაუხადო იმის რომ მან სასწაული გუნდა ისე შეკრა და დღეს ვუყურებდით ზეიმს, ამ ქვეყნის ზეიმს და მინდა უსურვოთ ჩვენს ქვეყანას, როგორც დღეს სიმღერაში იყვნენ ესენი ერთიანები, რომ ესეთი ერთიანი ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა, ის ერთად შეკრული და მე მჯერა და მწამს რომ ამ ქვეყანას ვერავინ და ვერაფერი მოეროვა ვერასოდეს. სანამ ეს ბავშვები ამ სცენაზე ედგებიან, სანამ ესენი ესე იმღერებენ ქართულად, ქართული სულით, ქართული გულით, მანამდე ამ ქვეყანას ვერავინ მოერევა და მინდა უსურო ჩვენს ქვეყანას ბედნიერება, სიხარული, მრავალშეობა ახალწელს დავესწროთ და ღმერთმა შეგვაძლებინოს ერთმანეთის სიყვარული და ერთმანეთის გატანა. დღევანდელი კონცერტი მიეძღვნა უწმინდესის აღსაყდრებიდან 42 წელს. პატრიარქის ნათლულთა გუნდი ყოველთვის აღნიშნავს ამ დღეს სოლო კონცერტით, ახალი რეპერტუარით და დღესაც ბედნიერები ვართ, რომ სავსე დარბაზი კმაყოფილია ჩვენი შემოქმედებით. მამა შალვამ დაგლოცა, ბევრი საპატიო სტუმარი იყო მოსული და ჩვენ გვინდა ასე მოვეფეროთ ჩვენს უწმინდეს. მას ვუსურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და მადლობა მას ყველაფრისთვის. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლულთა გუნდის წევრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს საიუბილეო თარიღები მიულოცეს. ულოცავ პატრიარქს. დღეს არის პატრიარქის ნათლულთა გუნდის სოლო კონცერტი. თითოეული მონაწილისთვის არის ცოტა ამაღელვებელი. გვაქვს ახალი პროგრამა, განახლებული პროგრამა, იქნება საკრავებიც, ვიცეკვებთ კიდეც ახალი სიმღერები. და ეს ყველაფერი არის ჩვენი უსაყვარლესი მასწავლებლის მაია მიქაბერიძის დამსახურება. ულოცავ ჩემს საყვარელ უნეტარეს და ტკბილ ნათლიას პატრიარქს დაბადების დღეს. მე ის ძალიან მიყვარს და მინდა რომ სულ ბედნიერი და ჯანმრთელი იყოს, მრავალჟამიერი მისკენ იყოს. მე პატრიარქს ულოცავ და მინდა რომ დიდი ხანი იცოცხლოს. მე პირველ რიგში ულოცავ პატრიარქს წინასწარ დაბადების დღეს და მინდა რომ იყოს ბედნიერი და ჯანმრთელი. გილოცავ ჩემო უწმინდესო პატრიარქო წინასწარ დაბადების დღეს. ძალიან მიყვარხარ. გილოცავ პატრიარქო დაბადების დღეს და ულოცავ ჩემს ნათლიას დაბადების დღეს. მინდა რომ სულ იყოს ჯანმრთელი, ბედნიერი და დიდხანს იცოცხლოს. ჩემო პატრიარქო პირველ რიგში მოგილოცავ წინასწარ დაბადების დღეს. მერთვა ჯანმრთელი და ბედნიერი გამყოლოს თქვენ ოჯახთან ერთად, რა თქმა უნდა. დიდ მადლობას გადავხდით მაია მიქაბერიძეს, რომელიც გვერდში გვიდგას და ყოველი წამით, ყოველი წუთით ჩვენს გვერდითა. მადლობა რომ მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ პატრიარქის ნათლული ყოფილიყავი. პირველ რიგში პატრიარქს ულოცავ წინასწარ თავის დაბადების დღეს. ღმერთმა დიდხანს ასოცხლოს და დიდ მადლობას ვუხდი, რომ ჩემი ნათლია არის. ასევე მიულოცავ წინასწარ ახალ წელსაც. აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლულთა გუნდის საგალობელი 2017 წელს შეიქმნა. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ნათლულთა გუნდის წევრთა რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გამოჩენილი ქართველოლოგის, ენათმეცნიერისა და ტექსტოლოგის ალექსი ჭინჭარაულის დაბადებიდან 100 წლის თავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა საიუბილეო საღამო გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ გახსნა. მღვდელმთავარმა ალექსი ჭინჭარაულის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, წმინდა ალექსი
ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბიძინა გუნია, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული და პოეტი ერეკლი საღლიანი. ღონისძიების ფარგლებში ალექსანდრე ჭინჭარაულის თხზულებათა 10 ტომეულის პირველი 3 ტომის წარდგინება გაიმართა. საიუბილეო საღამო საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გელათის მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, სხვა სასულიერო პირები, მეცნიერები, ხელოვანები, ალექსი ჭინჭარაულის ოჯახის წევრები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვიტყვი რომ მთელი პატრიარქის უდიდესი უნტარესის და პრეზიდენტის მიერ მოხდა აღდგენა გელათმეცნიერებათა აკადემიის. ინიციატორები იყვნენ პროფესორები ქუთაისის უნივერსიტეტის, ბატონი მაგალი თოდოა, ბატონი მიხეილ ქურდიანი, ბატონი არჩილ კოშტავა, რექტორი ტექნიკური უნივერსიტეტის ქუთაისში და სხვები. მთელი გუნდი იყო შეკრებილი და მათი ასეთი ინიციატივა იყო გაზიარებული და დაარსდა გელათმეცნიერებათა აკადემია აღდგა უბრალოდ. ბატონი ალექსი ჭინჭარაული ერთ-ერთი პირველი წევრი იყო ამ აკადემიის. ვიცით, იყო ინიციატორთა ჯგუფის წევრი. მაგრამ ასეთი სამეცნიერო კონფერენციებზე ძნელია ხოლმე დაინახოთ ადამიანი, არის ხოლმე მეცნიერული მოხსენება და ჩვენ დღეს დავინახეთ ადამიანი. აი დიდი სულის მატარებელი ადამიანი სავსე სიყვარულით. სიყვარული ადამიანის, სიყვარული სიტყვის, სიყვარულის, სამშობლოს სიყვარულის, თავისი კუთხის და თავისი წინაპრების და მომავალზე სიყვარულის ზრუნვის და ფიქრის. დიდი გულის ტკივილით და დიდი იმედით, აი დიდი პიროვნება დავინახეთ. და სწორედ ეს არის ჩვენი მნიშვნელობა, რომ დღეს თანამედროვე ცივილიზაციამ ნიველირებული ადამიანის როგორც პიროვნება და მთავარი არის პიროვნება. და ჩვენ გავიზიარეთ ეს, მივიღეთ დიდი იმპულსი სიყვარულის ჩვენთვის. და მე მგონი რომ დიდ ორგანიზატორებს კი ვერ ხდებოდნენ რამდენ დიდ საქმეს აკეთებდნენ. ბატონი ალექსი იყო დიდი მეცნიერი. იყო ამავე დროს ქართული ფოლკლორის არა მარტო მოამაგე, არამედ თავადაც შემქმნელი ამ ფოლკლორისა, არაჩვეულებრივი კაფიების ავტორი და რასაკვირველია, იყო დიდი მოქალაქე. და ეს იყო პერიოდი, როდესაც კომუნისტური რეჟიმის დროს ეროვნული ღირებულებების დაცვა ადვილი არ იყო და ასეთმა ადამიანებმა, ესე იგი, ქართული სულის, ქართული კულტურის სიმდიდრე შეაგროვეს და დაგვიტოვეს როგორც დიდი მემკვიდრეობა და ჩვენი ვალია რომ აი ამითი ვისარგებლოთ და გავაგრძელოთ ეს გზა, მაგრამ ერთი რამ რაც მინდა ვთქვა, რომ ქართველი მეცნიერი, ქართველი ხელოვანი, ჭეშმარიტად ქართველი მოქალაქე არის ქრისტიანი, არის ქრისტიანული სულის მატარებელი და აი ეს არის რომ პატრიარქი ხშირად ბრძანებს რომ სარწმუნოება უნდა იყოს ასახული ჩვენს ყოფაში, ჩვენს შემოქმედებაში და აი ეს ბატონი ალექსი არის ქრისტიანობის გამოვლინება რეალურად ყოველ მის ქმედებაში. იქნებოდა ეს საყოფაცხოვრებო სფეროში თუ ხელოვნების თუ მეცნიერების სფეროში და აი სწორედ ესეთი ქრისტიანული სულის გაცოცხლება, გაღვიძება, გაგრძელება ამ გზისა არის რაც გაგვამთლიანებს და რაც დაიცავს საქართველოს იმ უღმერთობის ღვარცოფისაგან, რომელიც ნაწინასწარმეტყველებია აპოკალიფსურ ჟამს. ჩემთვის პირადად მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ალექსი უდიდესი მეცნიერი იყო, მთელი კორპუსი აქვს დაწერილი ენათმეცნიერებაში და საერთოდ ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ენის განვითარებაში. ჩემთვის პირადად მაინც დაუვიწყარი არის ის უდიდესი საჩუქარი, რომელიც მან ვახუშტი კოტეტიშვილთან და თენგიზ მირზაშვილთან ერთად ამ სამმა ადამიანმა მოაწყეს. ეს იყო პირველი პოეზიის საღამო, როდესაც აი ეს ენის დღე გამოცხადდა, როდესაც საბჭოთა მთავრობას, რა თქმა უნდა, ეს
ყელზე ადგა ეს ენის დღე და რაღაცა უნდა მომختارიყო ესეთი ეშინოდათ რომ კიდე რაღაც გამოსვლები არ ყოფილიყო და აი დათანხმდნენ და ამათმა მოაწყეს პოეზიის საღამო ჩამოიყვანეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან აი ნამდვილი მარგალიტები და აი მაშინ პირველად გავიცანით ჩვენ ივანე ციკლაური იულიტა შავერდაშვილი, იოსებ ბაიაშვილი და ესეთი საოცარი დიდი პოეტები და თვითონ ბატონი ალექსიც მაშინ სიტყვისაც გამოვიდა და ეს ჩანაწერი დღესაც არსებობს და კარგია თუ ხშირად ნახავთ ადამიანები ამას. ღმერთმა აცხონოს და ნათოსი დააწესოს მისი სული. ჩვენ აღნიშნავთ დიდი ქართველის, დიდი ენათმეცნიერის ბატონი ალექსი ჭინჭარაულის დაბადებიდან 100 წლის თავს. თითოეული გამომსვლელი, მათ მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა უფრო ნათლად წარმოაჩენს ამ პიროვნების სიდიადეს, მის საოცარ ღვაწლს, მის საოცარ სიყვარულს ღმერთისა და მამულის მიმართ. აქ წარმოჩნდა მისი განსაკუთრებული ადამიანური თვისებები, რაც როგორც მის პატიოსნებას უსვავს ძალიან მკაფიო ხაზს. 1995 წლიდან ბატონი ალექსი ბრძანდება გელათის მეცნიერებათა აკადემიის იმ დამფუძნებელთა ჯგუფის წარმომადგენელი და იმ მადლიერების გამოხატულება გახავთ ის, რომ მთელი გელათის მეცნიერებათა აკადემია, ასევე დიდი აკადემია და მისი აღზრდილები დღეს საოცრად შეამკობენ მას. ამით ჩვენ უფრო ვახლოვდებით მასთან, უფრო მეტად შემოდის იგი ჩვენ გულში და მისი ხსოვნა მარად დარჩება მთელი საქართველოს მისდამი მადლიერების გამხატველი ხალხის გულში. ალექსი ჭინჭარაული ამშვენებდა ჩვენ საზოგადოებას. თავისი პიროვნული თვისებებით და ღირსებებითაც და ამშვენებდა ნიჭით, აზროვნებით, სამეცნიერო მიღწევებით. და მისი კვლევების, მისი შემოქმედების საკმაო ნაწილი ჯერ კიდე გამოუქვეყნებელია. ახლა მომავალთაობა სჭირდებოდა, რომ ასეთი წინაპრების ნააზრევი იცოდნენ და ძალიან დიდი საქმე გააკეთა საგურამოს ილიას მუზეუმის დირექტორმა. იქ არსებობს საგურამოს ფონდი და დაიწყო გამოცემა ანდრო ბედუკაძემ აი ამ საგურამოს პრემიის ლაურეატების. ასეთი იყო ალექსი ჭინჭარაულიც და უკვე დაიბეჭდა აქ არის წარმოდგენილი 3 ტომი ალექსი ჭინჭარაულის, დაიბეჭდება კიდევ 7 ტომი მისი კვლევების უახლოეს მომავალში, რა თქმა უნდა. პირველი 3 ტომი წარმოადგენს ხევსურულ დიალექტს, ესე იგი მას ბევრი ჰქონდა ხევსურულ დიალექტში გაკეთებული განსაკუთრებით ლექსიკის შესწავლაში და აი პირველი ტომი სწორედ ამას ეთმობა. პირველი არის ხევსურული დიალექტის კვლევა და მეორე და მესამე ტომი არის ხევსურული ლექსიკონი. ასე რომ ჩვენი საზოგადოება, ესე ვთქვათ, წიგნის მოყვარული საზოგადოება ძალიან მნიშვნელოვან საჩუქარს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ალექსი ჭინჭარაული იყო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. დაარსების დღიდან იგი იყო გელათის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი წევრი. მას მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი, საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, წმინდა გიორგის ოქროს ორდენი და სხვა ჯილდოები. საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის საქმიანობის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება სასტუმრო ვინდამ გრანდ თბილისში ჩატარდა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში. ღონისძიების მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს დაგეგმილ პროექტებზე. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დეკანოზი გიორგი ფირცხელანი. სასულიერო პირმა სტუდენტურ პარლამენტსა და საპატრიარქოს შორის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 2019 წლიდან თანამშრომლობს საქართველოს სტუდენტურ პარლამენტთან და ახალგაზრდებთან ერთად სხვადასხვა პროექტში დღემდე აქტიურად მონაწილეობს. კონფერენციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები, სხვა სასულიერო პირები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი
ხელმძღვანელი ვახტანგ ბააკაშვილი ესწრებოდნენ. ღონისძიებაში სხვადასხვა უნივერსიტეტის 1000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. კონფერენციის დასასრულს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებმა პროექტში მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცეს. ამ შემაჯამებელ შეხვედრაზე ხდება შეჯამება იმ ინიციატივებისა, იმ სხვადასხვა აქტივობებისა, რომელსაც ეს ორგანიზაცია ეწევა, მათ შორის ეს ორგანიზაცია თანამშრომლობს საქართველოს საპატრიარქოსთან 2019 წლიდან. პირადად მე ჩართული ვარ აი ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობაში დასაწყისიდანვე. ჩვენ უამრავი შეხვედრები გვაქვს ჩატარებული ახალგაზრდებთან და ეს შეხვედრები ამავე დროს არის ასევე ხა უფრო დაიხვეწა და საქართველოს საპატრიარქო უკვე ახალგაზრდებთან ატარებს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს, ასევე შემეცნებით ღონისძიებებს, თქვა ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით სპეციალური ტრენერები მიდიან და ესაუბრებიან ახალგაზრდებს. სხვადასხვა ინიციატივები, სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობები ხდება ერთობლივად, სადაც ახალგაზრდები იზიარებენ იმ ცოდნას და გამოცდილებას, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ფლობს აი 2000 წლოვანი თავისი არსებობის დროს, უბრალოდ 1700 წელის არის სახელმწიფოებრივი რელიგია, ხოლო 2000 წელი არის რაც საქართველოში ქრისტიანობა არის. და ეს ორივესთვის ძალიან სასარგებლოა, მოგეხსენებათ ახალგაზრდებს, აი ამ პასუხისგებლობებთან ერთად ჭირდებათ ცოდნა იმისა, თუ როგორ შეინარჩუნო პიროვნულობა, როგორ არ გახდე, ვთქვათ, რაღაც სტატისტიკის რაღაც ობიექტი, მხოლოდ და ფორმალური, ესე ვთქვათ, დამოკიდებულებები არ ქონდეს რაღაც საკითხების მიმართ, არამედ ყოველივეს განიცდიდე ძალიან ძაფრად. აქედან გამომდინარე საპატრიარქო ეხმარება ახალგაზრდებს, რომ მათი დამოკიდებულება აი ამ საქმისადმი, რასაც ქვია საკანონმდებლო მუშაობა, ადმინისტრაციული საქმიანობა იყოს თავდადებული, იდეური, იდეით სავსე და იმ ღირებულებებზე დამყარებული, რომელსაც ქრისტიანული ღირებულებები ქვია და აი ყოველივეს ძალიან კარგი შედეგები მოაქვს. ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ აი ამ ახალგაზრდების სულიერი მდგომარეობით, მათი ესე ვთქვათ, ეროვნულობით და იმ უნარ-ჩვევებით, რომელსაც ისინი ავლენენ ჩვენთან ურთიერთობაში. საქართველოს სტუდენტურმა მთავრობამ და პარლამენტამ ჩაატარა სემესტრული შემაჯამებელი კონფერენცია, სადაც მოწვეულები ვიყავით საპატრიარქოდან, მინდა დიდი მადლობა გადაუხადო სტუდენტურ პარლამენტს და მინდა წარმატება უსვრო მათ, რადგანაც ჩვენ უკვე 2019 წლიდან თანამშრომლობთ მათთან ერთად. სრულდება სხვა აქტივობები, ექსკურსიები, შეხვედრები და ასე შემდეგ და იმედია, რომ კიდევ გაგრძელდება ეს ჩვენი თანამშრომლობა და თითოეულ ახალგაზრდას, თითოეულ იმ წევრს, რომელიც მონაწილეობას იღებს სტუდენტურ პარლამენტში, მინდა წარმატება უსრულო და მინდა მათი მიზნები და სურვილები აღსრულდეს მომავალში. ღონისძიება ჩაატარეს დღეს ახალგაზრდებმა. სტუდენტური პარლამენტის ინიციატივა, დიდი ხანი ეს ორგანიზაცია არსებობს, საკმაოდ მრავალრიცხოვანია. საინტერესო წინადადებები აქვს, მოსაზრებები აქვს ზოგადად პარლამენტში, მათი ყოფნა ხელმძღვანელებთან შეხვედრა, კომიტეტებთან გასაუბრება, ოპოზიციასთანაც ჰქონდათ შეხვედრები ბოლო პერიოდში. ცოტა გართულდა ეს თემა, საკმაოდ სერიოზულ საფუძველს აძლევს, რომ დასკვნები გააკეთონ, კრიტიკული აზროვნების უნარები გამოიმუშაონ და საკმაოდ საინტერესო კონფერენცია იყო დღესაც. შეაჯამეს წლის განმავლობაში რა გააკეთეს და საინტერესო მოხსენებები ჰქონდათ ბავშვებს. დღეს ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის 2020 წლის ანგარიში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს უკვე ამასაკიდან აქვს გამომუშავებული ანგარიშვალდებულება საკუთარი ამორჩევლების, საკუთარი მოქალაქეების წინაშე. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ მომავალში ისინი მართლა იქნებიან პარლამენტის და მთავრობის წევრები, რადგან მათი პროექტის მიხედვით იცოდნა გამოცდილება, რომელიც მათ 13 წლის განმავლობაში დააგროვეს, ნამდვილად წარდგებათ მათ მომავალში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სტუდენტური მოძრაობა ასე
წარმატებული ამ მიმართულებით და ახალგაზრდობის სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს აღნიშნული პროექტის ხარდაჭერას. დღეს დავესწარით სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის მიერ გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებას, რომელიც ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში არის დაფინანსებული. აღნიშნულმა ორგანიზაციამ მიმდინარე წლის განმავლობაში 2000-ზე მეტი ახალგაზრდა ჩართო სხვადასხვა აქტივობებში და რა თქმა უნდა ახალგაზრდობის სააგენტოსთვის გავსი ტიპის ორგანიზაციების გაძლიერება და საგრანტო კონკურსების გზით დაფინანსება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. სტუდენტური პარლამენტის მთავრობის მიზანი არის ახალგაზრდების განვითარება, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლებით თვალსაზრისით, ასევე ჩვენს მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდა ლიდერების განვითარება და მათი ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეტანა. ასევე ჩვენ სტუდენტებს თავაზობს შეხვედრებს ისეთ ადგილებში, როგორიც არის ქვეყნის უზენაესი საკანონმდებლო ორგანო, პარლამენტი, პრეზიდენტის სასახლე, სასამართლო ორგანოები, როგორც არის საქალაქო სააპელაციო უზენაესი, გარდა ამისა ჩვენ მათ თავაზობთ ივენთებს და სპორტულ ღონისძიებებს. საქართველოს სტუდენტურ პარლამენტსა და მთავრობას ჰქონდა 2025 წლის შემაჯამებელი კონფერენცია, სადაც განვიხილეთ წლის განმავლობაში ჩატარებული აქტივობები თუ პროგრამები, თვითონ პროექტი ახალგაზრდა ლიდერების სახელმწიფო პროგრესისთვის, რომელიც ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ამ პროექტში მონაწილეობდა 2000-მდე სტუდენტი და ძალიან კარგად ჩაიარა ამ პროექტმა. მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო ახალგაზრდობის სააგენტოს მუდმივი მხარდაჭერისთვის, ასევე ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის და ასეთი ძალიან დიდი შემართებით ველოდებით შემდეგ სემესტრს. პროექტში მონაწილეობდა 2000-მდე ახალგაზრდა. მინდა პირველ რიგში მადლობა გადაუხადო ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერისთვის, ხოლო ორგანიზაციის თვალგუნდს მაღალი პასუხისმგებლობისთვის. მომავალ სემესტრს, გაზაფხულის სემესტრს ჩვენი ორგანიზაცია დიდი პასუხისმგებლობით ელოდება.